Იქ სიტუაცია იმდენად დაძაბულია შიგნით, რომ მე მგონი პატარა ფაჩუნზეც იწყებენ სროლას და ესეთი მდგომარეობა დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს. შეხვედრა იქნება ორმხრივ ფორმატში, არაფერი კაკა, ეს კაკა თუ სხვა კაკა, ამაზე საუბარი არ არის. ოღონდ ჯარი მოვიდა ჩვენ დაუდგებით გვერდზე. ყველა დიდი და პატარა და გვერდზე დაუდგება ყოველთვის. მაგრამ უნდა იყოს ოფიციალური ზალა, რომელიც საპეტერბურგის მთავრობას ხმას გასცემს და პასუხს გასცემს. ეგ შეიძლება კაცო, მოსახლეობაზე ისვრია, სახლები დაანგრიეს, გაუბიცეებით. ეს რაღაც ხო არ შეიძლება რა. ყოველ დღეს ხდება. ყოველ დღეს ისვრიან ძმაო, ესე არ არის ლამაზი. დღეს ეგ მოხდება, ხვალ სხვაგან მოხდება ძმაო და გავაკეთოთ რაც გასაკეთებელი არის. მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მუდმივი კონტაქტი რუსეთის ფედერაციის დიპლომატებთან, გრძელდება ყოველდღიური თავდასხმები ქართულ პოლიციელებზე, ქართულ მშვიდობის მოყვარე სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებზე და მშვიდობიან მოსახლეობით დასახლებულ სოფლებზე. მე მინდა პირდაპირ თქვა, რომ და დარწმუნებული ვარ, რომ კონფრონტაციის გაღრმავება არ შედის რუსეთის ფედერაციის ინტერესებში და რა თქმა უნდა არ შედის საქართველოს ინტერესებში. მაგრამ ის რაც ხდება არის მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგი რეგიონის ამ პატარა ერთი ცისკნა რეგიონი, სადაც ცხოვრობს 30,000-ზე ნაკლები ადამიანი. ისტერიული მილიტარიზაციის, მუდმივი სამხედრო რიტორიკის და თუნდაც ბოლო დღეებში რუსეთის ტელევიზიით წარმოებული ნამდვილი სამხედრო პროპაგანდის. ამიტომ პასუხისგებლობა ამაზე ეკისრება იმ ხალხს, ვინც მთელი ეს წლები ამას აღღვევს. ამავე დროს ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ არც რუსეთს არ აქვს ინტერესი კონფრონტაციის გაგრძელების და პრობლემების გამრავლების. ამიტომ ჩვენ მუშაობთ ახლა და იმედს გამოვთქვათ, რომ ის მათი დიპლომატები მუშაობენ ჩვენთან. მე მოუწოდებ რუსეთს უკან გაიხმოს ყველა ოფიციალური პირი, რომელსაც თავის თავს უწოდებს და თავის თავს წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის მთავრობას. 30,000-ზე ნაკლებ ადამიანს არ ჭირდება რამდენიმე ოფიციალური პირი მოსკოვიდან, რომელიც პირდაპირ მართავს ამ ტერიტორიას. მე მოუწოდებ მათ ჯერ ამ ხალხმა შეაჩეროს ყოველგვარი ძალადობა და შემდეგ დაუბრუნდეს თავის სამშობლოს. და მიცენ ადამიანებს თავისუფლად განვითარების, თავისუფალი ცხოვრების ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება. მოვახდინოთ რეგიონის დემილიტარიზაცია და მოვახდინოთ საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტა. ეს სიგიჟე ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ. ჩვენ მოუწოდებთ ყველას დაუყოვნებლივი შეჩერების კონფრონტაციის. მე ახლა დავალე სახელმწიფო მინისტრს
ინტეგრაციის საკითხებში და ჩემ წარმომადგენელს მოლაპარაკებებზე თემურ იაკობაშვილს დაუყოვნებლივ ჩავიდეს და შეხვდეს რუსულ ოფიციალურ პირებს თბილისშიც და აქ ამ შეტაკებების ადგილზე ჩვენ უნდა მონახოთ ყველანაირი საშუალება იმისათვის რომ ინციდენტები შეწყდეს და ყოველგვარი ძალადობა შეწყდეს და მოსახლეობისადმი მუქარა და პრობლემების შექმნა უბრალო ადამიანებისადმი, ადგილობრივი საზოგადოებისადმი შეწყდეს. ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურ თავშეკავებას გამოვიჩენთ, მაგრამ ჩვენ არავის არ ურჩევთ რაიმე სახის პროვოკაციების გაგრძელებას.